მომყავდა საჯარო სკოლა, რა თქმა უნდა, მაშინ ხო ჩვენ დროს და ჩემცაც კოშმარია სკოლა. აი სკოლამ რა ზიანიც მომაყენა ფსიქოლოგიური. მე თავი ადამიანად ვიგრძენი უნივერსიტეტში პირველად. აი მართლა სხვანაირად თუ დამელაპარაკდნენ, აი რაღაცნაირად შეიცვალა სამყარო თითქოს. ანუ ეს ტრავმა გაქვს. ეს ტრავმა მაქვს სერიოზულად. და რომელიც აი ძალიან ბევრი წელი დამჭირდა, რომ ამ ტრავმას მოურეოდ. მართლა ძალიან ბევრი წელი 45-ის ვიყავი, ეს სკოლა რო გავხსენით, არ მჯეროდა მე საერთოდ ჩემი თავის, ჩემი ძალების. მამის ვთქვათ ავტორიტეტი რო არა და მამა რო არა. იცით რა? ამას იცით რა, აი შენობის თვალსაზრისით კი და მე უკვე უბრალოდ აი მოსწავლე საერთოდ არა და ხო რა კითხვაც დამსთან რო ხედავდა რომ ესე მომწონს ეს და ესე მიხარია და მიყვარს და რაღაცა კარგ ხასიათზე ჩემი სკოლა როცა მაგ მხრივ მიწყობდა ხელს ძალიან თორე სხვანაირად არა ხო რომ ესე ასწავლე და ესექენი წარმოდგენა არ კაცი მამა იყო. კი სხვადასხვაურიც. კაცი იყო კი. რაში გამახსოვდა? აი მაგალითად არ მქონდა უფლება ეს თანამედროვე მუსიკა მოგვესმის და მაგნიტოფონი არ მქონდა და მე ბიძა ჩამოგვაჩუქა და ნუ ისექნა რომ მოკეთ აღარ მქონდა ვიღაც ის. სივრცეებსაც იცვლიდა იმაგიდასთან ბეჭდავდა, ამაგიდასთანაც ბეჭდავდა ხო აქ სიმაღლე და მე კომპიუტერის მიმართ? არა, ხო არ უნდა და არ ხო. აი გიცდიათ. რაღაცები კი შევთავაზეთ, რაღაც პერიოდში მოვუტანეთ კიდეც, მაგრამ არ მიეკარა და ეხლა ისე ვიდეოებს და რაღაცებს ჩემი შვილი აყურებინებდა ხოლმე და მაგდონეზე კი, მაგრამ რო ებეჭდა იქ არ უნდა და აი ეს სიამოვნებდა, ნუ ჯერ როგორი ის ხონა წერი რაღაცა. აი ხა მე კიდე ცოტა მოუკლვა მრაოდენობებს გადაწერის და აი ჩემ ცხოვრება რაც მახსოვს თითო წინადადებას წერდა, რა ვიცი 7-ჯერ, 8-ჯერ, 12-ჯერ, 20-ჯერ, ანუ იწერდა. თვითონვე ბეჭდავდა? მე თვითონვე ბეჭდავდა, ამიტომ მაგის ხელს ვერავინ დაარჩევს. ეხა სიმღერის გაკვეთილი. კიდე შევხედავ. რა მაგარი.